გამარჯობა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. კომპიუტერის პროგრამაზე დამოკიდებული სოციალური შემწეობები 88 წლის ქალბატონს გადაადგილება არ შეუძლია სხვის სახლში ცხოვრობს და ხატაკის სტატუსი აქვს კომპიუტერულმა პროგრამამ კი მისი ბედი გადაწყვიტა და დახმარება მოუხსნა. ვინ არის პასუხისმგებელი რომ ეს პრობლემა მოაგვაროს? სოციალური დახმარების მიღმა დარჩენილების გასაჭირი. ეხლა მომემატა ჯანმრთელობა ახალგაზრდა გავხდი რომ ეხლა შემიწყვეტეს. ამისთვის არავითარ შემთხვევაში დახმარება არ უნდა მოეხსნათ. ყვარლის მოსახლეობა მაჟორიტარი დეპუტატის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაცემული დაპირებების შესრულებას ითხოვს. რა მიზეზით აღარ გამოჩენილა მათთან გურა მაჭარაშვილი. აი ციხე კოშკები კიდებოდნენ. მე როგორც კი ჩატარდა არჩევნები, კაცი შვილი მე აქ არ დამენახია. ენებისთვის მოდიოდნენ, მაგრამ ეხლა უკვე არავინ, იმიტომ რომ არავის არ აინტერესებს ოფიზიკები. შევჩივლებთ მაგალითად რაღაცაზე, მაშინ არ იბრეკავენ ხურები და როცა სჭირდებათ თვითონ, მაშინ კი ბატონო. ფონდ ემიგრანტის კიდევ ერთი ქველმოქმედება. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ყვარელში 26 წლის ბიჭს დაეხმარნენ, რომელიც ლოგინად ჩავარდნილ ბებია სუვლის. სამ კვირაზე მეტია ლარიზაცია დაიწყო. სარგებლობენ თუ არა მსეცხებლები გალარების პროგრამით. რა შეღავაც იღებენ ან რისკებს შეიცავს ლარიზაცია. ჩართვა საზოგადოება და ბანკების ეკონომიკურ ანალიტიკოს გივი ადეიშვილთან. წიგნის კითხვის შეყვარების გაკვეთილები სკოლებში. ვერ აიძულებ რომ მაინც წაიკითხოს თუ ბავშვი არ დაინტერესდა. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. სანამ ახალ ამბებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალ-დილის საათზე შეგეძლებათ, ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი გუყურეთ სილქნეძე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. კომპიუტერის პროგრამაზე დამოკიდებული სოციალური შემწეობები კიდევ ერთი მოხუცი, რომელსაც დახმარება შეუწყვეტეს. ბაკურციხეში 88 წლის ქალბატონის ხვის სახლში ერთ ოთახშია შეკედლებული. გადაადგილება არ შეუძლია, ღატაკის სტატუსი აქვს მინიჭებული და ასეთი სიღარიბის მიუხედავად კომპიუტერმა მას მაღალი ქულები მიანიჭა, რის გამოც 8 თვეა დახმარება შეუწყვეტეს. ვინ არის პასუხისმგებელი, რომ ქალბატონს განუმარტოს, რატომ არის დამოკიდებული მისი დახმარება კომპიუტერულ პროგრამაზე და რა არის რეალური მიზეზი? ან ვინ უნდა მოაგვაროს პრობლემა და დაეხმაროს ღატაკს? ეთერ-თეთრაზე არ კვდა 88 წლის ქალისთვის დახმარების შეწყვეტის მიზეზს. 9 თვეა 88 წლის მარტოხელა თინა ვარდიაშვილი სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს. ბოლოს აგენტმა ის ოქტომბერში გადაამოწმა და ღატაკის სტატუსიც მიანიჭა. თუმცა პროგრამა მისი სარეიტინგო ქულა მაინც მაღალი 91,790 გამოითვალა, რაც დახმარებას არ ითვალისწინებს. არადა როგორც მარტოხელა მოხუცი ამბობს, შემწეობის მიმღები პროგრამის ამოქმედების დღიდანაა, რადგან უკვე ათეული წელია სხვის სახლში 35 კვადრატულ მეტრში ცხოვრობს და მისი ერთადერთი მოსავალი 180 ლარი პენსიაა. პენსიას ვინაწილებდი ყველანაირად და დახმარებით რა თქმა უნდა რომ რაც ამჭირდებოდა ვყიდულობდი და ეხლა აღარ მყოფნია რომ ვიყიდო. დამინიშნოზებ ჩემი დახმარება რაც დახმარება შემოვიდა უმწეო ოჯახად ვიყავი აღრეცხული. ეხლა მომემატა ჯანმრთელობა ახალგაზრდა გავხდი რომ ეხლა შემიწყვეტეს. შეიძლება ამ პერიოდში ამ ხნის ქალ რომ დახმარება შეუწყვეტონ. მეზობლებიც ადასტურებენ, რომ თინა ვარდიაშვილი უკიდურესად გაჭირვებულია. ხშირად მას საკვების საყიდელი ფულიც კი არ აქვს და თავად ეხმარებიან. მის სოციალურ მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და მომვლელი ესაჭიროება. უჭირს იმდენად, რომ მძიმეავად მყოფია უკვე წლებია, გადაადგილებაც უჭირს. სოციალურად ნამდვილად დაუცველია რომ მიტყვიან. საჭიროებს აუცილებლად დახმარებას. ამისთვის არავითარ შემთხვევაში დახმარება არ უნდა მოეხსნათ. ჩვენ ახლა მეზობლები მართალია ვალდებულად ვგრძნობთ თავს და თუ კი შეგვიძლია რომ რაღაცით დავეხმაროთ, მაგრამ მოგეხსენებათ ახლა რა დრო არის შვილო, ყველას თავისი გასაჭირი აქვს. ამ ქალს სჭირდება მომლელი და დახმარება უნდა ჰქონდეს. ძალიან უჭირს. აი რო ადგეს და გადაადგილე იმის საშუალებაც არა. გთხოვთ რომ ყველანაირი დახმარება გაუკეთოთ, რომ ამ ქალს მიეცეს ეს დახმარება. სოციალური შემწეობაც სჭირდება.
და აუცილებლად მომლელიც სჭირდება და პატრონი უნდა, მიმხედი უნდა გენესველ. არა უშარო ვინმე შეიძლება სპონსორი აღმოჩნდეს ვიღაცა რომ პატივისცეს იმისთვის 20 და 50 დასილარი არაფერი არ არის ეგაც და ამისთვის წამლების ფულია. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის ფილიალში აცხადებენ, რომ სარეიტინგო ქულები პროგრამულად ითვლება, ამიტომ არ აქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ამ ოჯახისთვის დახმარების მოხსნა. პროგრამულად რა ქულაც მენჭა ვერ აკმაყოფილებს იმ სარეიტინგო რაოდენობას, რომ მიიღოს ფულადი შემწეული. დაზუსტებით ვერ გეტყვით, აი რატო მაინც რამ განაპირობა მაღალი სარეიტინგო ქულა. დეკლარაციაში ისეთი არ არის, შემოსავალი უწერია მხოლოდ ასაკის პენსია, კომუნალური გადასახადები და რაღაც. რა არის მიზეზი, რომ 88 წლის ღატაკის სტატუსის მქონე მარტოხელა ქალბატონს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს, მაშინ როდესაც სოციალური სააგენტოც ადასტურებს, რომ რაიმე ქონება არ გააჩნია. ჩვენ დღეს ამ სამსახურიდან პასუხი ვერ მივიღეთ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით კი 3 წელიწადში, ანუ 2014-დან 2017 წლამდე შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გურჯაანში 859 ოჯახით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით 2017 წლის იანვარში ტრანსპორტის სურსათი და სასმელები გაძვერდა. 2016 წლის იანვართან შედარებით კი ფასებმა თითქმის 4%-ით მოიმატა. საქსტატის მონაცემებით ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ტრანსპორტზე 7.2%-ით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე 6.2%-ით, სურსათსა და უალკოჰოლურ სასმელებზე 4.2%-ით, ბოსტნეული და ბაღჩეული 22.4%-ით გაძვერდა, ხილზე ფასმა 8.9%-ით მოიმატა. რძე, ყველი, კვერცხი, ასევე ზეთი და ცხიმი 3.1%-ით გაძვერდა, თევზეული 2.8%-ით და ხორცისა და ხორცის პროდუქტები 2.5%-ით. ყვარლის მოსახლეობა მაჟორიტარი დეპუტატის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიცემული დაპირებების შესრულების მოლოდინშია. არჩევნებიდან უკვე 3 თვე გავიდა და როგორც სანავარდოსა და კუჭატანში ამბობენ, მათ მიერვე არჩეული მაჟორიტარი ხალხის პრობლემების მოსასმენად ადგილზე ერთხელაც არ ჩასულა. საკუთარ ამომრჩევლებს გურამ აჭარაშვილი პასუხობს, იგი მოუცვლელობის მიზეზად საპარლამენტო საქმეებს ასახელებს. ყვარლის სოფლებში ადგილობრივების პრეტენზიები ვერაიაშვილმა და დავით პეტროსაშვილმა მოისმინეს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკვე 3 თვე გავიდა. სოფელ სანავარდოში კი ხალხი ჩივის, რომ გამარჯვების შემდეგ მაჟორიტარი დეპუტატი მათი პრობლემებით აღარ დაინტერესებულა და დაპირებული წყლის და გზების საკითხები აღარ ავისახსოვს. პირდებოდნენ, აი ციხე კოშკი პირდებოდნენ. მე როგორც კი ჩატარდა არჩევნები, კაცის შვილი მე აქ არ დამინახია. ეხლაც დავდებ ჩვენ მაჟორიტარული, რომელიც ყავს ჩვენ დეპუტატი და ის არავითარ რეაგირებას არ აკეთებს. დეპუტატის ბიურო არის გახსნილი ყვარელში. არის გახსნილი, რა მნიშვნელობა აქვს? მე ხარ გეუბნება, ხო, უარს არ მეუბნება, მხოლოდ როდის მოხდება, ჯერ მეუბნებოდნენ, რომ აიო ფინანსები ჩამაყალიბონო, აიო ბიუჯეტი დაждდეს რაიონშიო და მე მოხდება წყლის გაყვანა და ყველა. აველი ახლა კიდე მეუბნებია, რომ არა გვაქვს ჩვენ მაგის საშუალება და ვერ გავაკეთებთ. არ ვიცნობ და არც არ ვიცი. არ მოსულა თქვენთან არჩევნებში? ჩვენი ოჯახში არავინ არ მოსულა და არც უკითხია, ჩვენ ცხოვრებით არავის არ აინტერესებს. ბევრი პრობლემა გაქვთ? კი. აი რა პრობლემებია რომ? პრობლემა ბევრი მაქვს. დახმარება მომიხსნეს. ოჯახში წანი მიჭერს. იმ დროს ადამიანს აწუხებენ. გინდა რა, ხმა უნდა მისცეო. იმის მერი არავის არ აინტერესებს. სოფელში ყველგან არის ეს გზების გასაკეთებელი არის ხოლმე. წყლების პრობლემა იყო ხოლმე, მეტნაკლებად მოგვარებულია. ჯერ ახალი არჩეული დეპუტატია და ცოტა ხანში იმედია, რომ ალბათ მოგხედავს სოფელსაც და მთლიანად რაიონს. თუ იცნობთ თქვენ მაჟორიტარ დეპუტატს? არა. არ მინახია და როგორ არ ვიცნობ. ეს კი სოფელი კუჭატანია, სადაც 150-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათაც დეპუტატისგან უამრავი დაპირება მიიღეს. ოქტომბრის შემდეგ კი ის მათთან აღარ გამოჩენილა. ეხლა ერთადერთი რაც გააკეთეს გზები, ქვიშა დაყარეს, აბა ეს გზა არის, დაყარეს, მაგრამ რა. როცა სჭირდებათ, მაშინ მოაწესრიგებენ და როცა შევჩივლევთ მაგალითად რაღაცაზე, მაშინ არ იბღერტავენ ყურებზე და როცა სჭირდებათ თვითონ, მაშინ კი ბატონო. არჩევნებისთვის მოდიოდნენ, მაგრამ ეხლა უკვე არავინ, იმიტომ რომ არავის არ აინტერესებს სოფლის ბედი. აქ აღარ მოსულა არჩევნების მერე აღარ მოსულა. სანამ არჩევნები იქნებოდა, მანამდე მოვიდა, დავინახეთ, გავიცანეთ, მის მერე აღარ მოსულა, აღარ დაინტერესებულა, რა გვიჭირს, რა გვინახებს.
აგერ გზას ხედავთ ელემენტარული, წყალს ხედავთ ელემენტარული. იქ თითოეული მოსახლე არის გაჭირვებული უღატაკეს ზღვარზია. მოვიდნენ კი არა, სამუშაო უნდა იყოს, სამუშაო. ხალხ მე კი არ მინდა რომ სოციალური სტატუსი მქონდეს და ყოველ წამს მეშინოდეს, ვაიმე არ მომიხსნან და ბავშვები მშივრები არ დამეხოცნენ. უმუშევრობის სტატუსი მოგცენ მაშინ. ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ აჭარაშვილი სატელეფონო ინტერვიუში განმარტავს, რომ დეპუტატის ბიურო ყვარელში გახსნა, თუმცა მოსახლეობასთან მიღების დღეები საპარლამენტო საქმეების გამო დღემდე ვერ დანიშნა. რაც შეეხება სოფელ სანავარდოს და კუჭატანს, ამბობს, რომ მათი პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა დაწყებული აქვს. ჯერ სულ 2 თვეა რაც ასე თქვა დავიწყოთ მოღვაწეობა და ეხა 53000 სამომრჩევლიდან ეხა ესე ყველას ვერ შეხვდებოდი სამწუხაროდ ამ თვეში, ხო? მე საპარლამენტო საქმეებთან ცხოვრობ გარკვეული. მაგრამ მიუხედავად ამისა, ნებისმიერი საკითხი განცხადება, რომელიც შეუნდის ბიუროში არჩევა რეაგირების გარეშე. სანავარდოსა და კუჭატანში კი ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მაჟორიტარობის კანდიდატი მათ დახმარებას გამარჯვების დღიდანვე პირდებოდა. თუმცა, როგორც გვითხრეს, პრობლემების მოსაგვარებლად არაფერი გაკეთებულა. ფონდ ემიგრანტის კიდევ ერთი ქველმოქმედება. ამერიკაში მცხოვრები ვაჩნაძიანელი ცისნამის საყვარლიშვილი რამდენიმე ქართველ ემიგრანტთან ერთად სოფელ კუჭატანში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ბეგლარაშვილების ორსულიან ოჯახს დაეხმარა. ფონდმა 26 წლის ახალგაზრდას, რომელიც ავადმყოფ ლოგინად ჩავარდნილ ბებოს წლები აუვლის, საჭირო მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო ნივთები და პროდუქტები შეუძინა. 77 წლის ელენე ბეგლარაშვილი, რომელიც რუსთავში ცხოვრობდა, წლების წინ შვილებმა სახლიდან გამოაგდეს და ქუჩაში დატოვეს. ერთადერთი შვილიშვილია იგი, რომელმაც მოხუცი არ მიატოვა და მას შემდეგ აქ ამ მიწურში ცხოვრობენ. ოჯახს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს და მათი ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ 180 ლარიანი პენსია. ძალიან დიდი მადლობა ფონდ ემიგრანტს, ძალიან მჭირდებოდა დახმარება და დროულად დამეხმარნენ და ძალიან დიდი მადლობას ვუხდი, რომ ამ დიდი ხანია ბაბუჩემ ჩავარდნილია და ესე ული და ეს დახმარება ძალიან დიდია და მადლობა ფონდ ემიგრანტს. სოფელ გურჯაანში ქვემო სატყეო-უბანში გზა იმდენად დაზიანებული და ტალახიანია, რომ დაახლოებით 10 ოჯახს საცხოვრებელ სახლებამდე მისვლა უჭერს. ისინი გზის გაწმენდას და სასწრაფო რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი ინფორმაციით სოფლის წარმომადგენელს პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მოსახლეობის პრეტენზიებს გურჯაანის გამგეობაში უპასუხეს და შეპირდნენ, რომ ამ პრობლემას ამინდის გაუმჯობესების შემდეგ მოუგვარებენ. დღეში ორჯერ გამოვდივარ, მით უმეტეს მე მუშაობ დილით ადრიანად 6 საათზე გავდივარ სამსახურში. ამ სიტუაციაში სამსახურში ვერ მივალ, მუშაობ ისეთ ადგილას ფრანგებში, რომ ცხენია იმ ტუფლებით შესვა და ზაპასი ტუფლები მიმაქო, იქ მივიდე, გამოვიცვალ ისე შევიდე შენობაში. ეს ერთი ქუჩა და იქით მეორე ქუჩა, აი ამ მდგომარეობაში ვართ დიდი ხანია და ეხლა კიდე რაღაცა ტალახიანი მიწა მოიტანეს და ჩაყარეს და სუნთლად გაუსაძლისია გადასვლა. ბავშვი უნდა წაიყვანო, მოიყვანო. მე არ რაღაცა წრეზე დაკავს, რამდენჯერ უნდა გაიარო ამ წუმპეში. ჩვენ ბოლოში ვცხოვრობთ, ბოლოდან გახვალ, ტალახში უნდა ჩაეფლოთ, აქედან გახვალ ტალახში. ბავშვებს ვერ უშვებთ გარეთ. შეიძლება ესეთი რამე? აბა თუ სადმე ან კალუსუბანში, სულ ყველგან ნახეთ თუ ამ ორი ქუჩის გარდა სადმე ესეთი რამე ხდებოდეს. შეცვალეს საკანალიზაციო მილები და წყალგაყვანილობის მილები. იქიდან ქვედაფენებიდან ამოვიდა აყალო მიწა და იმის მერე უარესობა მოხდა. თქვენ თვითონ ნახედავთ როგორი მდგომარეობაა, შეუძლებელია გავლა აქ საერთოდ. ჩვენ ამ პრობლემას ვიცნობ, თუმცა ამ უბნის მოსახლეობას ჩვენთვის წერილობით არ მოუმართია, მაგის მიუხედავად ამინდების გამოსვლის შემდეგ ჩვენ ვაპირებთ, რომ იქ გავშალოთ ხრეში და იმუშავებს გრეიდერი, რომელიც გაასწორებს გზას. ამ ეტაპზე ვერ ვაგებთ იქ ასფალტს, მაგრამ გზის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. წიგნის კითხვის შეყვარების გაკვეთილების სკოლებში განათლების მინისტრის განცხადებით მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებს რამდენიმე თავისუფალი გაკვეთილი დაემატება და ამისთვის მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. ჯეჯალავას განმარტებით სასკოლო საათები კვირაში 4-5 საათით გაიზრდება და მათ შორის ერთი წიგნიერებას დაეთმობა. მინისტრის ინიციატივა დღეს პედაგოგებმა შეაფასეს. ქალაქ გურჯაანის პირველ სკოლაში ადასტურებენ, რომ პრობლემა აქტუალურია და მის მოგვარებაზე ზრუნვა აუცილებელია, თუმცა ნაწილის აზრით ბავშვებისთვის წიგნის კითხვის შეყვარება უფრო ადრეულ ასაკში უნდა ხდებოდეს. გარდა ამისა, მიაჩნიათ, რომ საკითხისადმი უფრო კომპლექსური მიდგომაა საჭირო, მათ შორის ყურადღება უნდა გამახვილდეს წიგნის ხარისხზე, შრიფტსა და ილუსტრაციებზე, რათა ის თანამედროვე მოსწავლისთვის საინტერესო გახდეს.
რადგან სკოლას ეკისრება ისევ რომ წიგნის კითხვა სკოლამ უნდა შეაყვაროს მოსწავლეს, მივესალმებით უკვე დამატებითი რაღაცა გამოინახება რესურსების, აიმითო დრო, გაკვეთილები და ყველაფერი, რომ ბავშვს წიგნის კითხვა შეუყვარდეს, მაგრამ კითხვა ისმევა, როგორ უნდა შეუყვარდეს. ესეც ხომ არ არის არა იძულება. ვერ აიძულებ, რომ მაინც წაიკითხოს, თუ ბავშვი არ დაინტერესდა. მე ვფიქრობ, რომ წიგნი ბავშვს უნდა შეუყვარდეს უპირველეს ყოვლისა იქიდან, რომ წიგნები უნდა იყოს მაღალი ხარისხით შესრულებული. წიგნი უნდა იყოს, წიგნში გათვალისწინებული უნდა იყოს თუნდაც ნაბეჭდი შრიფტი, თუნდაც იქ ილუსტრაციები და ყველაფერი. ეს ასაკი ისეთია, 13-17 წელი ხომ იცით არა, რომეო და ჯულიეტას ასაკია. და ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ სიყვარულზე ალაპარაკი, ნებისმიერი ემოცია უფრო ძალიან სუფთაა, ძალიან ლამაზია და ამ ასაკში ჩალექილი რაც არის, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ხო მე. აი, აქედან გამომდინარე ეთყობა აქცენტია გაკეთა. მე მიმაჩნია, რომ საერთოდ წიგნის კითხვის შეყვარება და თავიდანვე უნდა იყოს. როგორც კი კითხვას დაიწყებ, თუ საგაკვეთილო პროცესის სახეს მიიღებს, ალბათ ამას სხვა ფორმა მოეძებნება. შეგვიძლია კლასგარეშე აქტივობებშიც გავაკეთოთ და საერთოდ წიგნის მიმართ დამოკიდებულებას ვერაფერი ვერ ცვლის. სარგებლობენ თუ არა მსესხებლები გალარების პროგრამით სამკურაზე მეტია ლარიზაცია დაიწყო. 17 იანვრიდან საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი მოსახლეობას დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანას თავაზობს. აღსანიშნავია, რომ პროგრამით მხოლოდ ის ფიზიკური პირები სარგებლობენ, რომელთაც დოლარში სესხი 2015 წლის 1 იანვრამდე აიღეს. ბანკებმაც უკვე გაუგზავნეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები იმ კლიენტებს, რომლებსაც ეს შეღავათი ეხებათ. რამდენმა გაალარა სესხი და ჯერჯერობით რატომ იკავებს თავს რამდენიმე ათასი მსესხებელი პროგრამაში ჩართვისგან. გაამართლა პროგრამამ თუ ჯერ დროა საჭირო დასკვნის გამოსატანად რა შეღავაც იღებენ ან რისკებს შეიცავს ლარიზაცია ვრცლად. საზოგადოება და ბანკების ეკონომიკური ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი მოგვაწვდის დეტალიური ინფორმაციას. ბატონ გივი, დიდი მადლობა, რომ გვერდთვებით და მონაწილეობთ გადაცემაში. თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია ამ დროისთვის რამდენმა მსესხებელმა ისარგებლა გალარების პროგრამით და თუ არის ცნობილი კონკრეტულად რა შეღავაც ან სარგებელს მიიღებს პირი თუ დოლარში აღებულ სესხს ლარში გადაიტანს. დაახლოებით 27,000 ადამიანზე არის გათვალისწინებული, რომ ესე ვთქვათ, სუბსიდია არის გამოყოფილი, თუმცა თუ რამდენი სუბსიდია გაიცემა საბოლოო ჯამში დამოკიდებულია თუ რამდენი ადამიანი ისარგებლებს, დაახლოებით თებერვლის დასაწყისისთვის ცნობილი იყო, რომ აქტივობა შეადგენდა უხეშად 3-4%-ს აღნიშნული ადამიანების, რაც საწყის ეტაპზე სრულიად გასაგებია, ვინაიდან ჩვენ თვალსაზრისით აქტივობა გაიზრდება უფრო შემდგომ ეტაპზე და განსაკუთრებით პიკს ალბათ მიაღწევს მარტის შუა რიცხვებისათვის. ჯერ ვერ შევაფასებთ, ესე ვთქვათ, თუ რა სარგებელი ექნება მოსახლეობას, ვინაიდან საკმაოდ რთულია ამაზე საუბარი, სესხის საპროცენტო განაკვეთზე არის დამოკიდებულია, ესე ვთქვათ, ვადაზე თუ რა ვადაზე აქვს სესხი დარჩენილი და სხვადასხვა ფაქტორებზე. თუმცა შეგვიძლია ნამდვილად ვთქვათ, რომ მომხმარებლები, რომლებიც ისარგებლებენ ამ პროგრამით, ნამდვილად მიიღებენ სუბსიდიას, რომელიც შეადგენს 20 პუნქტს, ანუ იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად გაცვლითი კურსი იქნება დაუშვათ 2 და 6, 2 და 4-ში მოახდენენ კონვერტაციას და იმ 20 პუნქტით ისარგებლებენ, რომელიც შეღავაც მიცემს მათ ძირზე. ბატონ გივი, რატომ იკავებენ თავს მსესხებლები, რომ ახლავე ჩაერთონ პროგრამაში, რატომ ელოდებიან მარტს და პროგრამის მიმართ უნდობლობა ხომ არ აქვთ, ან ხომ არ შიშობენ, რომ ლარის კურსის გამყარების შემთხვევაში წაგებულები დარჩებიან? იმის ილუზია, რომ 27,000-ივე მსესხებელი მოახდენდა გალარებას, არავის არ ჰქონდა. აქ იყო საუბარი, რომ ეს არის შეთავაზება მსესხებლებისთვის, რომელიც აძლევს საშუალებას, რომ თავი დაიცვან გაცვლითი კურსის მომავალი მერყეობისგან, მიუხედავად იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება შედარებით, აქ უნდა ვთქვათ, რომ სუბსიდიის ნაწილი აკომპენსირებს აი ამ საპროცენტო განაკვეთის ზრდას. და დღეის მდგომარეობით თუ მოახდენენ გალარებას, მათი გადასახდელი ყოველთვიური არ გაიზრდება ძირითად შემთხვევებში, ეს ისევ და ისევ დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მაგრამ არ იქნება დიდი ცვლილება ყოველთვიური გადასახდელის დღევანდელი მდგომარეობით, მაგრამ ასევე უნდა ვთქვათ, რომ ესე ვთქვათ, გარკვეულ შემთხვევებში ზოგიერთ მსესხებელს შესაძლოა ჰქონდეს მოლოდინი, რომ გაცვლითი კურსი გამყარდება და თავი შეიკავოს ამ დრომდე, თუმცა როგორ გაცვლითი კურსის პროგნოზირება საკმაოდ რთულია და
ჩვენ ესე ვთქვათ, შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში ჯობდეს თავი დავიცვათ მომავალი გაუფასურებისგან, ვიდრე ვიყოთ დამოკიდებული გასვლითი კურსის მერყეობებზე და ჩვენი ყოველთვიური გადასახადით იცვლებოდეს იმის დამიხადვით, თუ რა იქნება დოლარის კურსი, რაც გარკვეულ არასტაბილურობას ქმნის ბაზარზე. თუმცა სესხებელს კონკრეტულად არ ეცოდინება, რა სარგებელს მიიღებს, შეიძლება დაინტერესდეს ამ პროგრამით, რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს სესხის ლარში გადატანა. კონკრეტული ინფორმაცია სესხებელს რა სარგებელს მიიღებს აქვს, ეს არის 20 პუნქტი, ანუ სიტყვაზე თუ სესხის ძირზე არის უხეშად დარჩენილი $10,000 და 2 და 6 არის გასვლითი კურსი და მოახდენეთ კონვერტაციას 2 და 4 გასვლით კურსი, სესხებლის დანაზოგი ამ შემთხვევაში იქნება $2,000, ანუ ის 20 პუნქტი, რომელიც სახელმწიფომ გამოყო სუბსიდიად. ეს არის კონკრეტულად სესხებლის პირდაპირი სარგებელი. ირიბ სარგებელს რაც შეეხება, ეს არის თავის დაცვა გასვლითი კურსის მომავალი გაუფასურებისგან, ანუ არ იქნებიან სესხებელი დამოკიდებული რა იქნება გასვლითი კურსი და მათი ყოველთვიური გადასახადი არ გაიზრდება, ეს არის ძირითადი სარგებლები. რაც შეეხება დანახარჯი თუ რა შეიძლება მიიღოს სესხებელმა, ეს არის შედარებით მცირე, ესე ვთქვათ, უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი, შესაძლოა სესხებელმა იზარალოს იმ შემთხვევაში თუ მოხდება გასვლითი კურსის გამყარება მკვეთრი, თუმცა ამ გადმოსახედიდან ალბათ მკვეთრი გასვლითი კურსის გამყარებას რთულია, რომ ესე ვთქვათ, შევხედოთ, თუმცა ანუ ეს პროგრამა უფრო გათვლილია იმისათვის, რომ სესხებელს მიეცეთ საშუალება თავიდან აიცილონ გასვლითი კურსის მომავალი გაუფასურებით მიღებული, ესე ვთქვათ, დანახარჯი, თუმცა ეს ამთავითვე არ ნიშნავს, რომ გასვლითი კურსი აუცილებლად გაუფასურდება მომავალში, რა იქნება გასვლითი კურსი, ამის პროგნოზირებას ჩვენ არ ვახდენთ და თუ არ გვინდა რომ ვიყოთ დამოკიდებული გასვლით კურსზე, შესაძლოა ავირჩიოთ, რომ ვისარგებლოთ აღნიშნული პროგრამით. ვის არ უნდა უღირდეს პროგრამაში ჩართვა, რა შემთხვევაში შეიძლება სესხებელმა უარი თქვას სესხის გალარებაზე? საკმაოდ რთულია ამაზე საუბარი, ვის არ უნდა უღირდეს, ვინაიდან იმისათვის, რომ ჩვენ ვთქვათ, ვის არ უნდა უღირდეს, უნდა მოვახდინოთ გასვლითი კურსის პროგნოზირება. გასვლითი კურსის პროგნოზირება არის წარმოუდგენელი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროგრამა აძლევს საშუალებას, რომ თავი დაიცვან გასვლითი კურსის გაუფასურებისგან, რა იქნება გასვლითი კურსი, ამას ჩვენ ვერ ვიტყვით, შესაბამისად ვერ ვიტყვით თუ რამდენად, ესე ვთქვათ, დიდ სარგებელს მიიღებენ, ესე ვთქვათ, ამ პროგრამის მონაწილეები, ან რა დანახარჯი ექნებათ. ეს საკმაოდ რთულია ამის თქვა, ვინაიდან საპროცენტო განაკვეთები, ესე ვთქვათ, უნდა ვიწინასწარმეტყველოთ თუ რა იქნება გასვლითი კურსი, საკმაოდ რთულია ეს ყველაფერი. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, შეგვიძლია წარსულ გამოცდილებას გადავხედოთ და ვნახოთ, რომ მაგალითად საპროცენტო განაკვეთი დღევანდელი ნიშნულიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში იცვლებოდა +-2%-ით, მაშინ როდესაც გასვლითი კურსი გაუფასურდა 60%-ით და ის, ესე ვთქვათ, მძიმე დარტყმა, რომელიც მიიღეს სესხებლებმა აღნიშნული გაუფასურებით, გაცილებით უფრო დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე თუნდაც ის საპროცენტო განაკვეთის 2%-იანი ცვლილება. თქვენი ინფორმაციით, ყველაზე კარგ პირობებს რომელი ბანკის თავაზობს მსესხებელს, თუ თითქმის ერთნაირი შეთავაზებები აქვთ? კომერციულ ბანკს აქვს, რა თქმა უნდა, შედარებით მსგავსი პირობები, თუმცა აი კონკრეტულად რომ შევაფასოთ, რომელი ბანკი უკეთეს პირობას სთავაზობს, საკმაოდ რთულია, ვინაიდან მათთვის ფინანსური რესურსები ხელმისაწვდომია თითქმის თანაბარ საპროცენტო განაკვეთში და ამ შემთხვევაში უკვე დამოკიდებულია კომერციული ბანკის სურვილზე, რომ დამატებით რა მომსახურებად შეთავაზებთ. შეუძლიათ მომხმარებლებს, რომ გადაამოწმონ თუ ის პირობები კონკრეტულ ბანკებში თუ რა პირობებს თავაზობენ, მაგრამ ამ ეტაპზე რომელიმე კომერციულ ბანკს ჩვენ ვერ გამოვარჩევდით, რომელიც აი განსაკუთრებული პირობებით სთავაზობს მომხმარებლებს სესხებს. და ბოლოს, რას ფიქრობთ პროგრამის დასრულების შემდეგ, რამდენი სესხებელი ისარგებლებს ამ შეთავაზებით? მე არ მინდა წინასწარ ციფრებით ვიწინასწარმეტყველო. თუ რა იქნება მსესხებლების მონაწილეობა, ვინაიდან საკმაოდ რთულია აღნიშნული შეფასებას, თუმცა მე არ ველოდები, რა თქმა უნდა, რომ 27,000-ივე მსესხებელი მოახდენს გალარებას და ჩემი აზრით ამ პროგრამის მიზანი არც ყოფილა, რომ 27,000-ივეს ესარგებლა. ჩემი აზრით აღნიშნული პროგრამის მიზანი იყო შეთავაზება მსესხებლებისათვის და რომ ის მსესხებლები, რომლებიც გადაწყვიტავენ, რომ უღირთ გასვლითი კურსის გაუფასურებისგან თავი დაიცვათ, შეუძლია თავისუფლად ისარგებლონ ამ პროგრამით.
რაც შეეხება ჩართულობას, ეს დამოკიდებული იქნება თვითონ შესაძლებლების სურვილზე, თუ რამდენად სურთ თავი დაიცვან, რა აქვთ ყოველთვიური გადასახადი და რა სარგებელს მიიღებენ, ასევე ამ თავის დაცვისგან, რომელიც სხვადასხვა ფაქტორებზეა, როგორც გითხარით, დამოკიდებული, სესხის ვადაზე, ძირთანხაზე, ასევე შესაძლებლების, ესე ვთქვათ, მოლოდინებზე თუ რა იქნება გასწვრივი კურსი მომავალში. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო შეფასებისა და რჩევისთვის. გვესაუბრებოდა საზოგადოება და ბანკების ეკონომიკური ანალიტიკოსი გივი ადაიშვილი. მაყურებელს შევახსენებ, რომ გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 2 თვე გაგრძელდება. Discount Wiki კახეთის სასტუმროებში ტურისტებსა და ადგილობრივებს 2 კვირის განმავლობაში 25%-იანი ფასდაკლებით შეეძლება დასვენება. პროექტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს. მისი მიზანია არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახარისება. კონკრეტულად როდიდან დაიწყება კახეთში ფასდაკლებების კვირეული, ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების ინტერესია ქვეყანაში არსებობდეს წარმატებული და თანამედროვე საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს, მივესალმებით პოლემიკას, მივესალმებით მაქსიმალურ ჩართულობას იმისათვის, რომ იყოს სხვადასხვა მიდგომების ჭიდილი და ჩვენ დარწმუნებული ვართ და გვინდა გქონდეს იმედი, რომ შედეგად პროცესები წარიმართება ცივილურად და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, რომელსაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იხდის ამის საფასურს. ასე რომ მინდა წარმატება უსურვო საზოგადოებრივ მაუწყებელს. პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და მის მიერ კანონპროექტზე დადებული ვეტო 97 ხმით დაძლია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით პრეზიდენტის მოტივირებული წერილი, რომელიც პარლამენტმა არ გაითვალისწინა, მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და დაცულობის ხარისხის ზრდას. გაუგებარია, თუ რატომ არ მოხდა საქართველოს პარლამენტის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და დაცულობის ხარისხის ზრდას და რომელიც ძირითადში ემყარებოდა ვენეციის კომისიის ძალიან პრინციპულ მოსაზრებებს სწორედ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. იმ ფონზე, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები საუბრობენ, რომ თურმე შესაძლებელი იყო გაეზიარებინათ მთელი რიგი წინადადებები, რომელიც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში იყო წარმოდგენილი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა კონსულტაციებში მონაწილეობა, მათ უნდა მიიღოთ მონაწილეობა ამ კონსულტაციებში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს უფროსის მოადგილე კონტრ-ადმირალი სკოტ ჯერაბეკი სააგენტოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ამერიკელ სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სასაზღვრო სფეროში არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა. მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან, რომლის დახმარებითაც სასაზღვრო სფეროში არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. ეს პროექტები გვეხმარება არა მხოლოდ საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაუმჯობესებაში, არამედ ამით ასევე უდიდეს როლს ასრულებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ბოლო პერიოდში ერთობლივად განხორციელებული წარმატებული პროექტები და მათი შედეგები და დავსახეთ კონკრეტული სამომავლო გეგმა. როგორ მუშაობს საქართველოში შრომის ინსპექცია და როგორ აფასებენ მას ევროპელი სპეციალისტები. საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის შრომისა და სოციალურ საქმეთა ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანი დასაქმებულების უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მაგალითად გერმანიაში არსებობს
შრომის ფედერალური სააგენტო, რომელიც შრომის ბაზარზე დასაქმების მხრივ ძალიან ბევრ საკითხს აწესრიგებს. ჩვენთვის ცნობილია შრომის ინსპექციის არსებობის ფაქტი, იმავდროულად პროფკავშირული გაერთიანებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც უნდა იყოს. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის არსებობა და მისი ქმედუნარიანობა. სავადებულო მანდატორული ფუნქცია მას მინიჭებული აქვს უკვე წელიწადზე მეტია, რაც იმას გულისხმობს, რომ როცა ადგილი აქვს შეტყობინების შემთხვევაში, იძულებით შრომისა და შრომის ექსპლუატაციის ნიშნით შემოდის შეტყობინება, მანდატორული წესით, სავადებულო წესით შედის ინსპექტორები, მობილური ჯგუფი და შესაბამისად აკეთებს რეაგირებას. ეს რეაგირება არის თუ გამოიკვეთა ნიშნები აუცილებლად მისი რეფერირება ხდება საგამოძიებო ორგანოებთან, რომლებიც კვალიფიკაციას ანიჭებენ და შემდეგ არსებობს პასუხისმგებლობის ზომები. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მესამე მოსმენი დაამტკიცა კანონპროექტი გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე. შემდეგ ეტაპზე კანონპროექტი განსახილველად დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატას გადაეცემა. კანონპროექტს თემთა პალატის 494-მა წევრმა დაუჭირა მხარი 122-ის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას დეპუტატების ნაწილმა სტვენა დაიწყო, შემდეგ კი ევროკავშირის ჰიმნი იმღერა. კენჭისყრის შედეგი ტერეზა მეის მინისტრთა კაბინეტის გამარჯვება. კანონპროექტის მიღება მოხდა იმ ცვლილებების გარეშე, რომელსაც ევროკავშირში დარჩენის მომხრე დეპუტატები სთავაზობდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნილ გორსუჩი სასამართლოსადმი დონალდ ტრამპის დამოკიდებულებას ამორალურს და გამაკვირვებელს უწოდებს. უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, რომელიც ამ პოსტზე თავად ტრამპმა წარადგინა, ამერიკის შეერთებული შტატების 55 პრეზიდენტის მიერ სოციალური ქსელ ტვიტერში გამოქვეყნებული განცხადებებით გააკრიტიკა. დონალდ ტრამპმა ფედერალურ მოსამართლეს ჯეიმს რობარტს, რომელმაც მიგრანტებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუქმა, ეგრეთ წოდებული მოსამართლე და სასამართლო სისტემის სასაცილო წარმომადგენელი უწოდა. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ გაავრცელა. ჩინეთი, რომ მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა, ამის შესახებ არავინ დაობს. გაზაფხულის ფესტივალის აღსანიშნავად ჯეძიანის პროვინციის სოფელ შიშეში ერთ-ერთი ოჯახის 500-ზე მეტი წევრი შეიკრიბა და სამახსოვროდ ფოტოც გადაიღო. ფოტოგრაფმა რენის გვარის წარმომადგენლებს ფოტოები დრონის საშუალებით გადაუღო. ამ უნიკალური ოჯახის ისტორია თითქმის 900 წელს ითვლის, თუმცა გენეალოგიური ხის განახლება 80 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს. ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანები მშობლიურ სოფელში პეკინიდან, შანხაიდან და მსოფლიოს სხვა ქალაქებიდან ჩავიდნენ. იაპონელებმა ველოსიპედით მგზავრობის მოყვარულებს ახალი ჩანთა შესთავაზეს. ჩანთა ელექტრონულად არის დაკავშირებული ველოსიპედის მექანიზმთან. მისი მონიტორინგი უკან მომავალ მძღოლებს ამცნობს ველოსიპედის შემდგომ მიმართულებას, რაც ავარიის შესაძლებლობებს მინიმუმამდე ამცირებს. ტოლკას ტაბოიეს, ქეთა თოფურიეს და ჯგუფ სტუდიოს უახლესი ჰიტია, რომელზეც კლიპი სულ ახლახანს გადაიღეს. ახალი ნამუშევრის პრემიერა რუსულ მუსიკალურ არხებსა და პოპულარულ YouTube-ზე შედგა. კლიპისთვის ქეთა თოფურიეს ვარცხნილობას შეცვლა დასჭირდა. სურპრიზი კინომოყვარულებს დღეიდან გახმაურებული ტრილოგიის გრეის 50,000 ფერის მეორე ეკრანიზაცია გამოდის. 50,000 ფერით მუქი ბრიტანელი მწერალი ქალის ჯეიმზის ეროტიკული ტრილოგიის მეორე წიგნია. პირველ ნაწილში თუ მთელი ყურადღება ეთმობოდა გრეის, ანასტეიშას და წითელ ოთახს, შექმნელები პირდებიან, რომ მეორე ნაწილი უფრო საინტერესო და ჟანრობრივად მრავალფეროვანი იქნება. გამოსაცემად მზადდება მესამე წიგნის თავისუფლების 50,000 ფერი. რომანი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. მსოფლიოს 37 ქვეყანაში 30 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მან გაყიდვის სისწრაფით ჰარი პოტერისა და ბინდის სერიებსაც კი გაუსწრო და რეკორდსმენი გახდა.
ახლა ამინდი ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში. ახალი ამბები მე ნინო სავნიაშვილმა გაგაცანით და გემშვიდობებით ორშაბათამდე შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალ-დილის საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com-ზე, Facebook-ის გვერდზე. მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ ცილქნედზე, მაგთისაცდა მაი ვიდეოზე. მე წარმატებულ შაბათ-კვირას გისურვებთ. ნახვამდის.